ქალბატონი მაყვალა საბავშვო გასართობ მოედანს გვაჩვენებს, რომელიც არდაკანში თორის ქუჩაზე არსებული სამი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაახლოებით 10 წლის წინ დაამონტაჟეს. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ რკინის კონსტრუქციები იმდენად არის დაზიანებული, რომ აქ ბავშვის დამოუკიდებლად გაშვება უბრალოდ არ შეიძლება. ამ ქუჩაზე მცხოვრებლები საბავშვო გასართობი მინი ატრაქციონის მონტაჟს ითხოვენ. მოედნები ხომ დააპროექტეს მთელ ბორჯომში, ყველა სანაპიროზე. ჩვენ ბავშვებს არაფერი არ ეღირსათ. როგორ შეიძლება ასე ამ დროში ასე თამაშობდნენ ბავშვები ბუნკერებში და ნაგავში. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, მივიწყებულები ვართ მთავრობისგან და კაციშვილი არ გვაქცევს ყურადღებას. ასე როგორ შეიძლება? იმ მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც ეს ქალბატონი უყურადღებობაში ადანაშაულებს, ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ზუსტად არ იცის რა მდგომარეობაშია არსებული საბავშვო მოედანი, თუმცა მოსახლეობას კონკრეტულ დაპირებას აძლევს. არა, აი ზუსტად მაგი ატრაქციონი ხარ მდგომარეობაშია, მე არ ვიცი. აუცილებლად განვიხილავთ მომავალ პრიორიტეტებში ჩაისვას, როგორც სხვა უბნებში, ასევე მაგუბანშიც ერთი კარგი გასართობი ატრაქციონი გაკეთდეს, სადაც მოსახლეობა თავისუფლად შეძლებს ბავშვების გაშვებას, რომელიც იქნება ასევე უსაფრთხო. თუ ალბათ ახალი მთლიანი გაკეთება, როგორც კომპლექსური იქნება, როგორც აი გაკეთა მაგათ რამდენიმე სკვერში ბორჯომში.